მე ვარ გიგი მიქელაძე 8 წლის. ვსწავლობ ბათუმის 25 საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობაა ფეხბურთი, ჭიდაობა, ხატვა და დოლის დაკვრა. რა თქმა უნდა, ყველაზე მეტად მიყვარს ფეხბურთის თამაში. უკვე 7 თვეა თამაშობ ვესტ ჯორჯიაში. ყავს ორი ძმელი, გუგა მასწავლებელი და დათში მასწავლებელი. ორივე ძალიან ხიარული და მეგობრული მასწავლებელია. მე ვთამაშობ მარჯვენა მცველის პოზიციაში. მოედანზე ჩემი მთავარი მოვალეობა მეკარის დახმარება. სწრაფი ვარ და ზოგჯერ გოლებიც გამაქვს. ჩემი საუკეთესო საფეხბურთო თვისება ძლიერი დარტყმა. გამოსასწორებელი მაქვს ზუსტი პასი. უკვე მქონდა 6 შეჯიბრება. ყველაზე კარგად დამამახსოვრდა ბათუმთან თამაში. 5 წამი მოვიგეთ და მე ვიყავი საუკეთესო. ჩემი საყვარელი ფეხბურთელი არის კრისტიანო რონალდო, ჩემი საყვარელი გუნდი არის რეალი. საქართველოს ნაკრებში დიდი სიამოვნებით ვითამაშებდი 7 ნომრით. მე ვაპირებ ფეხბურთი ვითამაშო 40 წლამდე. მე ალბათ გავხდები მანქანის ხელოსანი. ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი სპაიდერმენი. მე ასევე მიყვარს ჭიდაობა. 3 წელია დავდივარ ჭიდაობის წრეზე. ერთ შეჯიბრებაში ავიღე მეორე ადგილი. მომცეს მედალი და სიგელი და ძალიან მიხარია. მე ვაპირებ ჭიდაობაზე ვიარო 8 წელი. ჩემი მიზანია გავხდე ბათუმის ჩემპიონი. მიყვარს ჩემი სკოლა, იმიტომ რომ მყავს კარგი მასწავლებელი და კარგი ჯგუფელები. ჩემ კლასში ყველაზე მხიარული არის დაჩი გაბაიცი. ყველაზე ჭკვიანია ემილი შავაცი. ყველაზე მშვიდი არის ნატალი ვერიც. მე ვარ ყველაზე კეთილი და სიმპათიური. ჯერ შეყვარებული არ მყავს, მაგრამ კარგი გოგოები მომწონს. ცოლს რომ მოვიყვან ვიქნები 25 წლის. მეყოლება ოთხიშვილი, გიორგი, ნინო, ქეთი და თათია. ჩემ ცოლს დავარქმევ ქეთის. ჩემი საყვარელი საგანია ქართული. საყვარელი მასწავლებელია იატ არიელაც. იმიტომ რომ ხიარულია, შვიდია, ლამაზია, ჭკვიანია და მეგობრულია. ახლა მინდა ვიყო 20 წლის. იმიტომ რომ მეყოლება ბევრი კარგი ძმაკაცი. სახში ვცხოვრობთ მე, დედიკო, მამიკო, ბაბუა, ბებია, ჩემი ძმა და 3 და. კიდე მინდა მყავდეს 1 ძმა. მამიკო არის ჩემსავით სიმპათიური, შრომელი, უშიშარი, ჭკვიანი. დედიკო არის ლამაზი, მხიარული, ჭკვიანი, თბილი და საყვარელი. ძალიან მიყვარს დედიკოს გაკეთებული ხინკალი. ჩემი ცოლი ყველას გემრიელად გააკეთებს ბორშს. მე ასევე მიყვარს ხატვა და ჩემი თვისავლა. ყველაზე ხშირად ხატავ ტყეებს, ყვავილებს, პლანეტებს და თევზს და გორებს. ყველაზე რთულია მთის დახატვა. ყველაზე ადვილია პლანეტების დახატვა. ჩემი საყვარელი ფერია ლურჯი და არ მიყვარს წითელი. იმიტომ რომ წითელი გოგოს ფერია. მე ვაგროვებ ჩემს ნახატებს და სახში მაქვს 9 ცალი. იმიტომ ვაგროვებ რომ ჩემ შვილებს დავათვალიერები. ცეკვაც მიყვარს, მაგრამ სამწუხაროდ დრო არ მაქვს. სამაგიერო დოლზე უკრავ ან სამ ხორმში. დოლზე დაკვრა იმიტომ გადავწყვიტე რომ მოხუცი რომ გავხტები, მაშინ რომ მოვიყვან სტუმრებს დაუკრა. დოლის გარდა კიდე მინდა ვიცოდე ფანტურზე დაკვრა. მიყვარს კითხვა და ჩემი საყვარელი წიგნია კოკროჭინა. ასევე მიყვარს ფილმების ყურება. საყვარელი ფილმია მარტო სახში. მეც მინდა მარტო ვიყო სახში. სამოგზაუროდ სიამოვნებით წავიდოდი პარიზში. წინა მონაწილემ დამიტოვა შეკითხვა, რომელი სუპერძალა მინდა რომ მქონდეს. მე მინდა მქონდეს ფრენის სუპერძალა. შემდეგ მონაწილეს უტოვებ ასეთ შეკითხვას. რა არის მისი ოცნების საჩუქარი? მაგალითად, ჩემი ოცნების საჩუქარია კვადრო. ბედნიერება არის ნაკრებში თამაში და დედიკოს ჩახუტება. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.